თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ამით მინდოდა დამეწყო, თუმცა აქ შეკრიბილი ადამიანების სათქმელიც ეს არის. ყოველდღიურად ქუთაისში მერიის წინ იმართება საპროტესტო აქციები, პარალელურად ამავე აქციებზე ჟურნალისტები და აქტივისტები მართავენ აქციებს მზია ამაღლობელის თავისუფლების მოთხოვნით. დღეს კი მათ შეკრეს ასე ვთქვათ საპროტესტო ჯაჭვი და ისინი ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. მე-18 დღეა შიმშილობს ჩვენი კოლეგა და ალბათ ყველა ჭყუატყოფელი ადამიანი გრძნობს, რომ ყოველივე საათი და წუთი უფრო ამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქ დგანან როგორც ჟურნალისტები, ასევე აქტივისტები, ჩვეულებრივად მოქალაქეები. ფოკი დღეს აი გიკავია სწორედ ის წიგნი, რომელთაც მზია იყო გამოსული სასამართლოზე. რა შეგიძლიათ თქვა ამასთან? ჩვენ დღეს ვიმყოფებით ქუთაისის ცენტრში, ფანტანი ალბათ ვინც ქალაქი იცის მეტწილად ეცნობა, ბევრი ადამიანი მოძრაობს და ჩვენ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ხალხსაც გვინდა რომ მივაწვდიოთ ხმა. იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ ჩვენ ყოველდღიურად ავეჩვიეთ რა რიტორიკას იყენებს ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლება, ეს სრულიად განსხვავებული ამბავია, ეს 5 ივლისზე კიდევ უფრო მძიმე ამბავია, რაც ახლა ხდება და თუ ამის ნორმალიზება მოხდა, არავინ საერთოდ არც ერთი ადამიანი, მათ შორის ოცნების ამომრჩეველი არ იქნება უსაფრთხოდ და არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება გარანტირებული. მე არ მინდა რომანტიზება გავუწიო პროტესტის ინფორმაციას, რაც ქალბატონმა მზიამ აირჩია, ეს არის პროტესტის უკიდურესი ფორმა. შემოთვლილი წერილებიდან, რაც მან ადვოკატებს გამოატანა საზოგადოებას, ჩემი აზრით ასეთი რამ გითხრა, რომ პრაქტიკულად თავი გადადო. სიკვდილისთვის თავისი სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ რეჟიმის დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. არავის სიცოცხლე არ გვიღირს სამად. ჩვენ რეჟიმის დამარცხება უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ ამბავს არ შეეწიროს. მადლობა. ხვიჩა ვაშაკმაძე, ჟურნალისტი. ხვიჩა, რატომ ისჯება ჩვენი კოლეგა? აი მზია ამაღლობელის და სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, თუ როგორ სჯის ხელისუფლება სამშობლოს სიყვარულისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის ადამიანებს. მაგრამ საბედნიეროდ ამ ქვეყანაში არსებობს მზია ამაღლობელი, არსებობენ ძალიან ბევრი კიდე სხვებიც, ვინც ასევე მზად არის საკუთარი სიცოცხლე გაწიროს ქვეყნისთვის და დღეს საპატიმროში მყოფი მზია ამაღლობელი გაცილებით დასუსტებული ფიზიკურად, გაცილებით ძლიერია, ვიდრე გარეთ არსებული პოლიციური რეჟიმი. თავისუფლება მზია ამაღლობელს მე ძალიან მინდა რომ ის გადარჩეს ჯანმრთელი და უვნებელი ამ მოვლენებიდან და ძალიან ვაფასებ მის თავდადებას, მის პრინციპულობას. უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ძალიან საწყენია რომ ის ვინც პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს მის ჯანმრთელობაზე მიმდინარე მოვლენებზე, ის ვერ გრძნობს რატომ აკეთებს მზია ამაღლობელი ამას და რომ აქ მხოლოდ ცილის გაწვნაში არ არის საქმე. ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის რომ ვინც არ იცნობდა თუნდაც საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მზია ამაღლობელს, დღეს მსოფლიო იცნობს ქალს, ქართულ ჟურნალისტს წიგნით ხელში, რომელიც ამბობს რომ მე დავამარცხებ დიქტატორს წიგნით და არა מחვილით და არა ცეცხლით. მე ძალიან მეიმედება ეს სიმბოლო წიგნით ხელში მდგარი ადამიანი გისოსებს მიღმა. ის მოვა დრო და ეს სიმბოლოები ძალიან გამოიკვეთება, იმიტომ რომ ეს შემთხვევით არ ხდება, რომ ეს წიგნი ეჭირა მზია ამაღლობელს ხელში სასამართლო პროცესზე. მე მგონი ამ წიგნმა ისეთი საქმე გააკეთა, რომ მის მერე მზიას აღარ გვაჩვენებენ, იმიტომ რომ საშიში გახდა წიგნით ხელში მყოფი ადამიანი გისოსებს მიღმა. თავისუფლება ყველა იმ ადამიანს, ვინც შიმშილობს, ჩემი სოლიდარობა ასევე თემურ ქათამაძეს, არ მინდა რომ ვინმე გამოგრჩეს, უბრალოდ ჩვენ კონცენტრირებული ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გითხრა რომ ეს არის ჩვენი ლიდერი. როგორც უფლებადამცველი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით მზიასთან დაკავშირებით, თუნდაც მისი უფლებები არის დაცული ციხეში. ჩვენ არაფერი არ ვიცით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც არღვევს დღეს სახელმწიფო. ადამიანი არის სახელმწიფო და სახელმწიფო არსებობს ადამიანებისთვის და მათზე ზრუნვისთვის გაჩნდა. დღეს სახელმწიფო არის მიტაცებული და ამიტომ ეს სახელმწიფო ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. დღეს მზია ამაღლობელი საკუთარი სიცოცხლის ფასად
ცდილობს დაამტკიცოს სიმართლე და ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაშია დღეს მისი ჯანმრთელობა. არ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს. 63 დღეს ჩვენ კვლავ ვითხოვთ საპარლამენტო ახალ არჩევნებს და ყველა ამ ადამიანის განთავისუფლებას, რომელზედაც პასუხისგებლობა აქვს სახელმწიფოს აღებული, რომ იზრუნებს. ზია ამაღლობელი იბრძვის ციხეში რეჟიმის წინააღმდეგ ისე როგორც ეს მას შეუძლია ამ შემთხვევაში. ჩვენ იგივე უნდა გავაკეთოთ მისთვის, უნდა ვიბრძოლოთ მისთვის, მანამ სანამ გვიანი არ არის და დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე თავისუფლება მზია ამაღლობელს.